რატი გამარჯობა? გამარჯობა რეპრესირებულო მათე გულუყავ როგორ ხარ? რეპრესირებული როგორ ვიქნები და თავრობის მიერ მიზანში ამოღებული. აი ენაც კი მე ვიმისებ. ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ რომ წყალი შეგვიდგა. და დიდმა პროპაგანდისტმა გური სულთანიშვილმა გურამ სულთანიშვილმა გახსენათ. მოდი ვიტყოდი რომ ლირიული გადახვევა გააკეთა თქვენს ერთ-ერთ TikTok-ზე. კი, ცალსახად. თან ახლა ამხელა ფილოსოფოსი კაცი ახლა. შენ უფრო მეტი ალბათ უნდა გეთქმოდეს მასზე რა. მე ამას რა თქმა უნდა ვიტყვი ბატონ გურამზე ძალიან ბევრს, მაგრამ ვერ გავხურდით. მოკლედ ბატონ გურამს გაუტყდა ის ფაქტი, რომ ჩვენ თქვით სასტიკი სიმართლე იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს 2008 წლის ომი მოიგო, იმიტომ რომ დღეს საქართველოს არსებობს შესაბამისად. კი ბატონო. 2008 წლის ომი მოიგო, მაგრამ ნუ ჯერჯერობით წაგების ფაზაზე ვართ, იმიტომ რომ ბიზნე ივანიშვილი ყავს თავრობაში. ალბათ 4 ოქტომბრამდე არ ვიცი. იცი რა არის ბიჭო, მან მთელი მუღამი ხო არის დღეს როგორი სიტუაციაა, ჩვენ ხო მაღაზია დიდად არ გვილაპარაკია მთელი მუღამი, რომ იმ კონკრეტულ მომენტში რა მოხდა, ხო იმ კონკრეტულ მომენტში რაც მოხდა ვთქვით. ან რუსეთს და ბატონ ვლადიმერ პუტინს მოეყნა დედის მუტელი, კიდევ ერთხელ ვიძახი მაგის დედას შევეცი. ხო და აქ მთელი ამბავი ეგ იყო კაცო ის ავღანეთის არგუმენტის მაგაზე იყო ხელ გურამ სულთანიშვილი როგორც დიდი ფილოსოფოსია უნდა ესმოდეს უნდა ესმოდეს რომ იმ კონტექსტში ნათქვა მე ეს წინადადება აბსოლუტურად სიმართლე და ჭეშმარიტება იყო არა იმ კონტექსტში თქმა ახლა მოდი რა პროპაგანდისტებს კონტექსტი არ აინტერესებთ ესე ვთქვათ მოდი არა ეს სასახათ უბრალოდ მე მაგაში არავის არ ვამტყუნებ კაცო მომწონს ეს ფაქტი რომ ესე ღიად ესენი არიან რა ქვია უიცები და კიდე რაღაცეები საოცარია ჩემი აზრით ან ბრწყინვალეა ჩვენი ახალი მეგობარი იყო და ბრწყინვალეა ეს რაც მოხდა დღეს აი ეს გარდა იმისა რომ დღეს ჩემი დაბადების დღეა და ნაპოლეონის ასევე დიდი ბრწყინვალება მოხდა რომ გური სულთანიშვილს ესე გური სულთანიშვილი გავამწარეთ არა ჩვენი სიტყვებით ხოცები მწარდებიან და გური სულთანიშვილმა ჩვენი სიტყვები აიღო და სხვა ხოცებს აჩვენა მადლობა გურამი ახლა ვისაუბროთ თვითონ გურამის სულთანიშვილზე მოდი 1-2 სიტყვით მე აქედან წავალთ სხვათა შორის იცი რა არის მაყურებელსაც ვიტყვი ახლა რომ ბატონი გურამ სულთანიშვილი არის ესეთი ცოტა დიდი მოვლენის ნაწილი არის რაც არის აი მიშას დროს ქართველი ლიბერალი რომელიც მე მიხვდა რომ იქ ადგილს ვერ დაიმკვიდრება და სადაც უნდა ანუ NGO სექტორში და რადგან NGO სექტორში ადგილი ვერ დაიმკვიდრა გაიქცა იმასთან რა ქვია შალვა რამიშვილთან დიახ თან გვახსოვს ჩვენ ხო მისი განცხადებები რომელთაც ცდილობდა რომ თავი დაემკვიდრებინა NGO სექტორში რომ აფილოს წვენი რომ თურმე არა მე მანამდე ვამბობ ანუ იქით NGO სექტორში რომ თავს იმკვიდრება რომ აი ეს რა ქვია მე შალვა რამიშვილი ვთვლი რომ არაკაცია იმიტომ რომ ის ქალებზე ძალატობს ასე ეგეთი და გოგონებო მომწერეთ ხოლმე რაღაცეები ანუ მეილ ფემინისტი ვარ ის პატაშორის ეგ ხო მეილ ფემინისტები ყველაზე პირუტყვები არიან სინამდვილეში დიახ ნუ ასეთ სექს პირუტყვი აღმოჩნდა ეს რა ქვია და წერდა იმეებს რა ქვია სტატიებს ლიბერალში რომელიც ჯერ ხო მაშინ რაყლეობა იყო და ეხლა ვითუმეტეს დღესაც რომ კოცების ხარ და მყერი ჟურნალი ხარ ხო ვაფშე ყლეობა ხარ წარმოიდგინე ლიბერალი იყო გურამ სულთანიშვილი რას მეუბნება თან უბრალო ლიბერალი კი არ იყო ბიჭო ყველაზე გადაობა ეგ არის ხო არიან მაგალითად რავი ახლა კლასიკური ლიბერალიო რა გირჩელი ვარ რაღაც მე მინდა თავისუფლო რაღაც ეს იყო ბიჭო აი პირწავარდნილი როგორი აი ბაია პატარაია ტაიფით ლიბერალი რომ კოტები და ეხლა მე გავაცამტორებ მემარჯვენეების არგუმენტებს იმედა იგეთი ლიბერალი იყო კი სხვათა შორის ეგ ცოტა იმას ეხება წინა ეპიზოდში რაც გვინდოდა რა გამოვიხილა მაგრამ შენ გაეკეცი ამ ფაქტს ხო ახლაც გავიქცევი იმიტომ რომ დღეს ხო თვის იმას ემსახურებიან რა ქვია ეს 7 ბოდიში ტკბილი ზიზღრების თემა 7 ზიზღრები იმაზე წერია thumbnail-ზე ხო ბოდიში ხო ისა მაგის თემაა საბოლოო ჯამში მე ამისთვის მზად ვარ მაგრამ დღეს და აქ არა კი ბატონო ეხლა მან ნახე ეს შენ ახლა განიხილე გური სულთანიშვილის პოლიტიკური მხარე და პოლიტიკური ისტორია პრიკველები მე ვიდა განიხილე გური სულთანიშვილის სექსუალური ადამიანი რომელიც დღეს მოგვიწოდებს დაგმოძღრავს ჩვენ ქართველებს რომ იქიდან დასავლეთი ხო ამ კამერით იქით უწევს ხო რატისკენ იქით უწევს იქიდან ჩვენ გვაძალებენ
გარყვნილებას და ჰომოსექსუალიზმს. ეს ადამიანი. ეხლა, მე ზოგადად სხვა ადამიანების პირად ცხოვრებაში არ ვერევი, მაგრამ როდესაც სხვა ადამიანები ერევიან სხვა ადამიანების პირად ცხოვრებაში და მოძღრავენ იმაზე, რომ რაღაცაც X-ი ცუდია და ამ X-ს თვითონ აკეთებენ დღესაც კი. ეს ნიშნავს იმას, რომ ხო, allegedly ეგრე არის დღესაც კი აკეთებენ. Allegedly მე ესე ვიტყოდი ახლა რახან გურამ სულთანიშვილს ძალიან უნდა ჩემზე საუბარი. პირველ რიგში ბატონო გურამ, კაცო, დიდი ფილოსოფოსი ბრძანებით. აგერ რატი არის ფილოსოფოსი? მე ყველაფერი ვიცი და მოგძანდით ჩვენთან კაცო და განვიხილოთ. არა, ეს სამნიდაკო არ არის ეს არის ორნიდაკო ჯერჯერობით და მესამეში. მაგრამ თუ გინდა გურამს სურვილს აგისრვებთ და შუაში შენ დაგსვავთ, იმიტომ რომ აშკარად ილტვი მაგისკენ რო ეგ იყო და კი ბატონო პოზიციაში ვიყავ. ჩავსვათ. არანაირი პრობლემა არ არის. მოკლედ მე ის თქვა, მოკლედ ხეს ბარემ ჭიქებზეც გავახბილოთ ყურადღება და ჭახ გავაკეთოთ. 2003. ნახე ახლა გური მე თქვენთან დებატისთვის ბატონო გურამი მე მზად ვარ რატიც მზად არის მობრძანდით ან ჩვენ მიგვიწვიეთ თქვენთან ხო ოღონდ ხელის ჩასურებები და რაღაც ეგეთები არის ჩვენ ეგეთი ხალხი არა ვართ გურამ არ ვიცი ჩვენ ჯერჯერობით არ წაურყვნი ვართ ევროპას თქვენგან განსხვავებით allegedly მაგრამ ხო, მზად ვართ და თქვენ თუ არ ფიქრობთ ბატონო გურამი, რომ ჩვენ 2008 წლის ომი მოვიგეთ, თქვენი ბაჩანა ოღონდ შენგელია არა და ოდიშარია და თვით შალვაც კი მოგორდესა და ჩვენ განვიხილოთ ეს თემა. ან ჩვენ დარბაისდროთ მოლ თქვენთან. თუ ეს არ გაწყობთ, მაშინ რა გამოდიხართ? მე ვიტყოდი კურიცები, allegedly კურიცები. ნუ მოკლედ ხარ ის თქვა მიდოდა რა. გურ სულთანიშვილი ხარ. ვიზუალი ვაჩვენოთ აქ. open-air-ზე მისი ლუკი, როგორც დღეს ზუმერები იყვნენ. მისი და ბაჩანას ერთად. მისი და ბაჩანას ლუკები, გურამის და ბაჩანას ლუკები აქ ამონათდება. და კიდევ სხვა რაღაცებიც ამონათდება. ამონათდება დღეს განათდება მეორე რაღაცა მე ესე ვიტყოდი. მოკლედ. ეს ადამიანი, როგორც ვამბობდი, ეს ადამიანი, რომელიც ფიგურირებდა 17 მაისსაც, ესეც ხო იყო 17 მაისში. კი. 17 მაისში ესეც იყო, მაგრამ უფრო ვიზუალში მაინც ბაჩანა ფიგურირებდა, იმიტომ რომ ბაჩანა ირეკლავს ბევრს. და იქ სარკები ბევრი იყო და ზიანი ამბიდი იყო კიდე. ნუ მოკლედ ეს ადამიანები გვახსოვს 17 მაისზე. 17 მაისი რისი დღეა რატი? მე მგონი არ ვიცი რაღაც დღე იყო და წარსულში რაღაც მოხდა მან და ბევრი ხალხი გამოვიდა ქუჩაში და ამ ბევრ ხალხში ბაჩანა და გურამი არ იყვნენ რაღაც ცოტა ხალხში იყვნენ ეგენი რომლებიც და გურამი ერთ ავტობუსში ეტეოდნენ რატომღაც ხო რაღაც ბევრი ქართველი ხალხი არის იქნები ვიტყოდი უფრო ტრაქცკვიტების ხალხი იქნები ну ახლა მე არ მითი არანაირ ალეგაციას არ ვაკეთებ უბრალოდ შეიძლება უბრალოდ ეს ადამიანის უფლებები უყვარდაც რა მაგრამ ну ახლა ვიზუალებიდან რაღაც დასკვნების გაბატონა შეიძლება მაგრამ ну თუ ძალიან გინდა გური ახლა ესა რა ქვია ვისაუბროთ შენზე და მე იმას არ ვიტყვი ახლა რომ ბაჩანა და გურამი დიღომში მამუკა მდინარაძეს alleged სახლში დადიან და მეებს აწყობენ რა ქვია ჰედონისტურ შეკრებებს და იქ ახლა შიგნით რა ხდება მე არ ვიცი მაგრამ ვიცი და თქვენც იცით მაყურებელო და ხა გურამიმ და ბაჩანამ ხო ცალსახად საერთოდ მე ამაზე არ ვილაპარაკებ იმიტომ რომ ეს არის სპეკულაცია wild სპეკულაცია და ხა მე არ მინდა რომ ამ wild სპეკულაციაში მივიღო მონაწილეობა მაგრამ მე რომ სპეკულიანტი ვიყო მე ვიტყოდი რომ იქ ხდება საშინელი ორგიები ფოთაშორის მე არ ვარ სპეკულანტი კაცო ამას იტყოდა ის მე არ ვამბობ ამას მათებულო ამას არ ამბობს დარწმუნებით სპეკულანტი რომც ვიყო დარწმუნებით მაინც ვერ ვიტყოდი რომ ეს მაინც მამუკა მდინარაძის სახლია ერთადერთი დარწმუნებით ჩვენ არა მაგრამ ბაჩანას შეუძლია თქვას ეს არის რომ Ben Affleck-ს დიდი ყლი აქვს სასახელო ანუ და ეს ბაჩანას შეუძლია მაგითმა არა სამს ანა დე არმას ჯენიფერ ლოპეს დიახ მადლობთ და ასევე როგორც ისე დარწმუნებით თქვა რომ დარწმუნებით ამბობ რა არა მე ვიტყოდი რომ იბად შეუძლია თქვა და დაადასტურო და ბაჩანას ეს უნდა რომ დაადასტუროს მაგრამ ვერ ადასტურებს და ხოლმე ამაზე შეუძლია რომ წარმოსახვითი ოპერაცია ჭრეტითი ოპერაციები ბატონო გურამ როგორც ფილოსოფოსები იტყოდნენ კი ბატონო ხოლმე მე რას ვამბობ კაცო ახლა მამუკა მდინარაძეს ამ ჩირკს
ის სპეკულიანტი რომელიც მე არ მოსწყობდა რომ მაინც და მაინც მისი სახლია. ხა ეს დარწმუნებით არ იცის იმ სპეკულიანტმა, მაგრამ დარწმუნებით იტყოდა ის სპეკულიანტი რომელიც მე არ ვარ, რომ იქ საშინელებები ხდება. მე ვიტყოდი არაქრისტიანული ქმედებები მიმდინარეობს, მოდი ესე ვიტყო და ეს ინტრიგანი ასევე იმას იტყოდა, რომ იქ ერთხელ ეს ჰედონიზმის საშინელება რომ სამიმდინარეობდა ტელეფონის გაცვლა და მოიწვა რომ რა პროფესიონალი ვარ. არა მე მგონი შეიძლება გირეკავენ და ეს რა ქვია. გადის ჩამოკიდება საპირე. მოკლედ ვის თქმა უნდა კაცო იქ ერთხელ ესე მოხდა ვიღაცის წარმოსახვაში თორე სინამდვილეში რა თქმა უნდა ალეგედლი რომ ამ არაქრისტიანული პარტიის დროს ეთყობა ძალიან გავიდნენ რა ექსტაზში ასტრალში გავიდნენ ზედმეტად და ჩაეძინათ ხანო ადამიანები არიან ბოლო რა მით უმეტეს ხა ესეთი კარდიოვარჯიშები ქონდათ იქ გაკეთებული სხვა ხელმწკვითა ბიჭებთან ერთად რა თქმა უნდა ესე არის გადმოცემული ჩემდამი ვიღაცა ავანტყოფის მიერ და მე რა თქმა უნდა არ ვითანხმები უბრალოდ იმის სიგიჟეს ყვები კიდე ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ეს არის გადაცემა ჭორების შესაძლებლად ჩვენ ყვებით ჭორებს ვისაც რომელსაც ნაცები ამბობენ და მოკლედ დილა არის და ნუ ხა აქ ამათ როგორი arrangement-ი აქვთ წარმოსახვაში Minecraft-ში რომ დილას უკვე წასულები იყვნენ და მოდის ვიღაცა მანონი დეიდა რომელიც ამას ალაგებს ეს მანონი დეიდა ამათ ნაოხარს ალაგებს და ეს მანონი დეიდა მოყავს მანქანას შავ მანქანას რომელშიც ასევე მძღოლი ზის მანონი დეიდა არ ატარებს ხო და ეს ხდება კერძო სახლებში ხო და აბრახუნებს ეს გასაღებად მანონი დეიდა ამ კარის ეზოს კარის ესე მომიყვეს სპეკულიანტმა ნაცებმა რომ და იქიდან პასუხი არ არის ტომ პასუხი არ არის ბაჩანა გურამი პასუხი არ არის და ჩავარდა ხა ეს ხალი საგონებელში რომ აუ არ მიღებენ კარებს იქნება რამე მოვიდათ მაინც იქ არაქრისტიანულ რაღაცებს აკეთებენ და შეახუაში ეწეყვნენ ერთმანეთს ესე გაიფიქრა მან და ის სწუდა ტელეფონს ამ წარმოსახვაში და ურეკავს 112-ს. ხოლო გმირი დაცვა რასაკეთებს მისდის მასთან და აი ესე დაცვა თუ მძღოლი/დაცვა ალბათ დაცვაც არის. იმ მანონი დეიდას, იმიტომ რომ იმ მანონი დეიდასაც არ მოვიდეს რამე არაქრისტიანული ისინი გაოხებულები რო არის. და აი ასე აგდებინებს ტელეფონს. ესე გადმომცეს მე სპეკულიანტმა ნაცებად, თორე მე არ ვამბობ სიმართლე რაღაც. ხო რა ვიცი. ესე აგდებინებს ტელეფონს. რამე თუ დიდი სკანდალი შეიქმნებოდა, დიდი კინემატოგრაფი ფილმოლოგი და დიდი ფილოსოფოსი ქართველი. მე ვიტყოდი მერაბ მამარდაშვილის სულიერი შვილი, რომ ესეც არაქრისტიანულ და წარყვნილ რაღაცებში წაიჭირა 112-ს. ეს მე ავარდებოდი, მაგრამ მე ამას არ ვამბობ, რომ ესე რაღაცო. მე ესე ფიქრობ, რომ მითხრა ვიღაცა ნაცმა. არა, ვიღაცა ნაცმა მითხრა ესე მე. და მე იმისი არ მჯერა, просто რა სიგიჟეებს ლაპარაკობს ეს კაცი, კაცო. ხო, არა. ზოგადად კაცო ამ კონცეფტზე ბევრი ჭორი ვრცელდება ხოლმე რა ვიცი. თბილისში ცხოვრობ ყველა და რამდენ ადამიანზე დადის უკვე რა ეგეთი ჭორები ხო ანუ გინდა არ გინდა სხვა ჭორებზე და ნაცებ deep state ნაცების მიერ ჩაგდებულ პირადი ცხოვრების შემრყნელ სახელის შემრყნელ რაღაცებს ვისაუბროთ მე ვიდრე გავუსვა ხაზი იმას რომ გური სულთანიშვილი გურამ სულთანოვი ეს კონცეფტი ხო ვართ მიშა სააკიანი გურამ სულთანოვი რითი გახდა პოპულარული თუ გახსოვს შენ? პოპულარული ოღონდ. პოპულარული არა, მე მახსოვს სტაფილოების ვიდეო. სტაფილოს ხო, მე მაგით ხარ პირველი ბაბლში, აქეთა ბაბლში პირველად მაგით მოხდა რომ ბინძენა ივანიშვილი თურმე ავადმყოფი კი არ არის სტაფილოს წვენს რო სვამს ყოველ დღელიტრობით არამე და არა ის როულ მოდელია ქართველი ხალხისთვის როგორც გური სულთანიშვილმა ეს თქვა და მან ეს მართლაც რომ თქვა. ნამდვილი პატრიკ ბეიტმენი ბინძენა. რომ ის ჩვენ გვასწავლის როულ მოდელია და გვასწავლის რომ სტაფილოს წვენი უნდა დავლიოთ და გავჯანსაღდებით. აი ხალხს ესე არის თუ გადახედავ საქართველოს და მის გუბე ხალხს როგორც წინა ეპიზოდში შევქმნით ეს სეგმენტი გუბე ხალხში ყველა არის ტანწერწეტა არავის არ აქვს ბანჯგულიანი ღიპები და ყველა არის გამოყვანილი
მე ვიტყოდი კავკასიური ლერწამივით დაწმული ადამიანი ვაზის ლერწამივით დაწმული ადამიანი. ხო ეს ცალსახად მუშაობს ახლა და აი ახლა ჩვენ მე განსაკუთრებით ახლა რაღაც როგორ დამალულია ეს საოცრად და აი როგორი ნაცური deep state-ურად მაინც მაგიდის ქვეშ სუფევს ჩემი ფაშმი. მაგრამ მე ხო ესე აქეთ რა ხდება საერთოდ არ გაიხედა. ხო აი ჩვენ სტაფილოს წვენი ვერ შემოგვტენა ბიზნეონიშვილა და ამიტომ გავსივდით და კი ბატონო კი ცალსახად ესე არის ეს ამბავი. ეხლა მანამდე სანამ გადავალ მაგაზე. ოპ ესე გავაკეთე მეცა უცებ აი ჩვენ თმა შევიჭერეთ. ჩვენ თმა შევიჭერეთ. მოგოთ მე კუდები რო არ გამაბან, ერთად არ შეგვიჭრე. ხო, არა, ცალსახად ერთად არ შეგვიჭრე კი ბატონო. იმიტომ ჩემი უკეთესია ცალსახად, უკეთესთან ვიყავ. ხო, გურის სულთანიშვილმა გამოაცხო ჩვენზე პოსტი. ჩემზე კერძოდ მე ვარში. მე მგონი რომ არის ეს თლიანი მე ეჭვი მაქვს რომ თლიანი ეპიზოდი არ უნახავს მაგას და მარტო ერთი ნაწილი ნახა და მაგრამ მან იყო ერთი ძალიან საინტერესო გამოძახილი. კომენტარებში აღტკინებული ოღონდ ნეგატიური. მე ვიტყოდი ორი გამოძახილი იყო მან საინტერესო. აბა ერთი თქვი და მე მეორეს მევიტყვი. მოიცა ხო, ოკეი. ეს ერთი აღტკინებული გამოძახილი იყო შემდეგი. ხო მიდის კაკანი ახლა კურიცებში და ერთ-ერთმა ესეთი რაღაცა გულის ტკივილი გამოთქვა, რომ აი ერთი ჩემი შვილიო რა მეც მეუბედურსო, მეც ეგეთი შვილი მყავს ბერკლის უნივერსიტეტში, სწავლობს ეგ ყლერო. არა ეროვნულად თავის შვილზე ბიჭო, აი საკუთარ შვილს შეგაცხა ყლე და თან ამ დროს ბერკლის უნივერსიტეტში სწავლობს. ნუ ახლა კაი ბერკლის უნივერსიტეტში რა ხდება ეს ჩემზე უკეთესად არავინ არის ის, იმიტომ რომ იქ რომები იყო მე იქ ვიყავი. არა, მაინცაცილოა, იმიტომ რომ ახლა ნებისმიერი X-ი ამერიკული უნივერსიტეტი ქართულისთვის არის რომ ვაიბე რა მაგარია და ალბათ მანონი მთელი დღე მაგაზე ილაპარაკებს და ეს იმდენად ავატყოფია რომ თავის შვილზე ომს რომ ჩემი შვილი რა ყლეა და ეს არის გამოძახილი იმის რაც როგორც შენ ამ არაერთ ხამში გვიხსენებია და როგორც მე ვამბობ ერთ ხამში მიხსენებია რომ შვილები აღარ გყავთ. რატო აღარ გყავთ ქოცებო შვილები? დავიჯერო დიდი პროპაგანდონი გურამ არუთინოვი თუ რა დავარქვე სულთანოვი გურამ სულთანოვი გურამ არუთინოვი სხვა არის. დავიჯერო დიდი პროპაგანდონი გურამ სულთანოვი და არუთინოვი და მისი გაპარსული counterparty ბაჩანა ოდიშარია და დიდი გორგოლაჭი შალვარ აბიშვილი და სხვა ამ პროპაგანდის აპარატი ახალგაზრდებზე ვერ გადი შვილებს კარგავენ ქოცები დავიჯერო მე მგონი შეიძლება ასე იყოს მაგრამ მე მან მეორე მოიცა მათ ხომ გოგა ჯიჯიჯიზე დაპოსტეს მიშას ძველი ვიდეო სადაც ის რაღაცას ამბობს რა ხდება ხო დაასპონსორეს არ ვიცი აშკარად ახალი გადაცემას დაიწყეს ევროპის დაისი მაგრამ გოდი სხვა რაღაცის დაისი ხდება ამ ქვეყანაში ხო ვიღაცის დაისია თან მაინც უნდა ვთქვი შენ გაატრაკებ ამას რომ ავკინე მაგას მაგრამ დაკარგე შვილები ქოცებმა თქვენი შვილები ისწავლიან ბერკლიში და თქვენ ამაზე მე იტირებთ თქვენი შვილები ხდება განათლებული წესიერი ხალხი და თქვენ მოგეთყნებათ პატრონი არა ამით რო ემუქრები რომ თქვენი შვილები კარგ განათლებას მიიღებენ ვერ აღიქცევი ქოცებს რომ წარდებიან ამაზე რომ რა ჩემ შვილს ხელფასი ექნება ჩემ შვილს რო კარგი ცხოვრება ექნება როგორც იქნა ვიღაცის მოსავსახურე მონა არ იქნება ეს როგორ დავიშვი მაგრამ მეორე სასილო კომენტარიც იყო რომელსაც ვერ გაურბის ვიღაც არ ვიცი მე იქ შეკრებილი საზოგადოება რომ როგორ ვაიმე შალვა რამიშვილი მეგონაო შენზე ეს თქვა ერთ-ერთმა და ეგეც სასაცილოა არა ერთმა და გურამმა ეს საერთოდ დაიგნორა ეს იმიტომ რომ მე ეჭვი მაქვს რომ ეს TikTok-ი როგორც თქვი ხა თლიანი გადაცემები მაგას არაფერს არ უნახავს ეს რაღაც უბრალოდ შეხვდა იმიტომ რომ ეს TikTok-ი გავარდა მადლობა TikTok მაყურებელო რომ ეს ზრუნავ ჩვენ პოპულარობაზე და TikTok კრეატოროც ასევე shout-out თუ შენ კარგი TikTok-ების ისწავლია shout-out-ი რომ მე ნენლაინგ მე და ხაბეშვილი ინგლისურს ნენლავ სწავლობთ აი ესეთი მაგარი ხალხი ვარ აი ვითარდება ოპოზიცია ვითარდება და პროგრესი ბიჭო დაიესიო ჩვენ მალე ბერკლიში ვისწავლეთ ჩვენ ვართ პროგრესის მოძრაობა როგორი ხო და ეს რა ქვია რას ვამბობდი რა და ხო და მან არ იცი საბოლოო ჯამში ვის და რას გადაეყარა და მე მგონი რომ ბატონობა გურამ სულთანობა დიდი შეცდომა დაუშვა ამით იმიტომ რომ მან ეხლა ფაქტობრივად კულტურული ომი წამოიწყო და რომელსაც წააგეს ფაქტობრივად ეს ერთი რო წაგებული აქვს და მეორე ანუ
მთელი უბედურება რა არის? აი გურამ სულთანოვის მსგავსი ადამიანების და არა მაგალითად რომელიმე ობერკოცისთვის რა, იმიტომ რომ იმას შეუძლია რომ ლანძღოს ესე რა ვიღაცები რა აქციებზე ეს პიდარასტებით განა და რაღაც ეგეთები რა, მაგრამ ვინ საუბრობს ამ არა მარტო ფარისეულობა აქ მეორე ამბავია რომ მაგათი იმედი აქვს რომ როგორც მართლა ვიღაც ლიბერალები ეკიდებიან რაღაცა მორალურ კომპასებს რომ არა ეხლა ჩვენ მართალი არ გავხდები და არაფერს არ ვილაპარაკებთ ჩვენ ეგრე არ მოყვებით ამ ჭორებს რომელიც ქართულ საზოგადოებაში ხო მუსირებს არა ნეტავი ეს იყოს მარტო გურამზე და შოზეთ მე აი არ ვიცი მე მართლა ქართულს გამიხარდებოდა რომ ჩვენი საზოგადოება მარტო ამ ორი ადამიანით შემოიფარგლებოდეს ხო და ახალციხეს კრულად არ ყავდეს მეურობის კანდიდატად ეს არა ქვია ტელეიმედის ყოფილი თანამშრომელი ციკლაური თუ რაღაც ესეთი გვარი რომელიც ჩემი აზრით სხვანაირადაც შეიძლება გავთარგმნოთ ესე გაკეთებით შეიძლება სხვა სიტყვა გახდეს ეს არ შეიძლება მოკლედ ეს საცოდაობა არის მათ ის ფარისეულობა არის იმიტომ რომ ახლა ჩვენ მორალურად უკეთეს პოზიციაში ვართ მინიმუმ იმიტომ რომ იცით რაც ხო ესეთი ადამიანები ვართ მე სხვათა შორის აქ ძალიან მემზადებოდი რომ გზაში რო ვიყავი რომ ეს რა ქვია ამათ კიდე გონიათ რომ ნიკა გვარაბია მართავს იმას რა ქვია ოპოზიციურ პიარს ხო არა და დღეს იხილავთ ამას თქვენ ნიკა გვარაბია ვერც იტყოდა იმას რასაც დღეს ჩვენ ვიტყვით ლეჯენდლი ნიკა გვარაბია რავი თუ გიათ წაიყვანეთ იმიტომ რომ რავი აშკარად თქვენ იმაში ეწერება რაღაცეებში რაღაც კვედერებში ემთხვევა გადაკვეთა გაქვთ ხო არ ვიცი დავიწყოთ მოდი რახან გაიხსნა ეს და მოდი ვთქვათ რომ ეს მათ გახსნეს ამაზე ეს რა ქვია ხო კი ბატონო საუბარი 2000 კაციანი მაყურებლიანი პოდკასტი გქონდა რაღაცა რაღაცა იჭმება მაგრამ ეს ასე დარჩეს თუნდაც დღეიდან ვერ ვნახოთ კი ბატონო ვიცი დავიწყოთ აი რა ვიცი კოცი დედლები allegedly დედლები ხო რომელზეც ანუ უკვე ბიჭო ვიღაცები საჯაროდ პოსტებს წერენ ანუ ეს ის კი არ არის რომ აი რაღაც მოდი იცი ბიჭო ის არის რა აი კი არ არის ანუ მოვიდა დრო ხო ლევან ღამბაშიძემ ასევეც ფილოსოფოს მას სულ ფილოსოფოს შევტრიალებთ ბიჭო პირდაპირ დაწერა რომ ის რა ქვია პირდაპირ თქვა რომ ყველა კანდიდატი პიდარასტი უნდა ყავდეთ ხა მე ეს ყველაფერი არ მithქვამს მაგრამ ამ კაცმა საჯაროდ დაწერა ლევან ღამბაშიძემ რომ ანუ აღმოჩნდება რომ მე deep state-მა ჩაუდო ეს კანდიდატები და მე მართლა ეგეთი ეჭვი მაქვს რომ შეიძლება რამე ეგეთი თქვან მაგათმა რაღაც მომენტში მაგრამ ბოდიში იმიტომ რომ მაგრამ ეს ვერ მოხდება იმიტომ რომ ეხლა რაც მათი ბუნებრივი მდგომარეობა ამას როგორ შეიძლება რომ გადააბიჯო როგორ ჩაუდებ მაგრამ ხო ანუ ეგ შეგეძლო მართლა გეთქვა რომ აი ეხლა რასაც ლაპარაკობ მართლა რომ კონსერვატიზმი მემარჯვენეობა და ჩვენ ტრადიციული ხარხი ეს არის რომ აი მართლა ნაციონალური მოძრაობა ეს ერთია მე რომ საკუთარი თავი ეზიზღებათ ამაზე რომ ლაპარაკობენ იმიტომ რომ ეს რა ქვია დარწმუნებული ვარ დარწმუნებული ვარ რა ეხლა ანუ კულისებს მიღმა სულ სხვა რაღაცებს საუბრობენ ვაფშე არ ვიტყოდი რომ ეგ მაგათ საკუთარი თავი ეზიზღებათ იმიტომ რომ პიდარასტობის პირველი დამახასიათებელი არის ზუსტად ეგ რომ პიდარასტი ხარ და ეგეთ რაღაცებს აკეთებ ანუ აქ ბოდიში ჩვენი ბაბლელი მაყურებლისთვის ახლა გასაგები უნდა იყოს რა ერთი რაღაცა ჰომოსექსუალიზმს ზოგადად და მას რა ქვია ჭუჭუების ტრაქში შეყოფას ჩვენ მაინც და მაინც არაფერს არ ვეშ მაინც და მაინც მაგრამ როდესაც შენ ამ ცხოვრებით ცხოვრობ allegedly როგორი უკან დასახევი გზა დაიდო მაინც და მაინც ყველაფერს თავის რა თუმცა ზოგისთვის ეს საზღვარი პროჭზე არ გადის მოდი ასე ვთქვა ანუ პიდარასტობა რა არის? პიდარასტობა ტრაქცკვიტობა კი არ არის. პიდარასტობა არის ის, რომ ტრაქცკვიტი ხარ და სხვებს ეუბნები, ნუ ხარ ტრაქცკვიტი და მე ქრისტიანობას ვიცავ. ეს არის პიდარასტობა. ეს ადამიანები იმ ჭორების მიხედვით, რაც ჩვენ გავიგეთ, ესენი არიან პიდარასტები, იმიტომ რომ ამას აკეთებენ. პიდარასტობა ეს. არა, სულ რო თავი დავანებოთ, ეს ცოტა რომ მოვხაროთ ეს ყველაფერი რა. გია ბუღაძეს რა გაუტრიალეს გახსოვს? ეხლა 1 2 3 დღეს შენ გახსოვს? რაღაცა მახსოვს რომ მოხდა გია ბუღაძესთან იმაში. გია ბუღაძემ სადღაც თქვა პიდარასტი. ოკეი. პიდარასტები არიან ესენიო მე მგონი. გია ბუღაძემ თქვა ეს ამას მე არ ვამბობ კიდე ერთხელ ხალხს გავუსვამ. გია ბუღაძემ სადღაც ამათ უწონდა პიდარასტები და ვიღაცამ არ ვიცი, ვიღაცა მელოტი ტიპი იყო. ამათ ვის გულისხმობს ეს? ბაბლს თუ
არა, იმათ რა. პიდარასტი. რა, ვიც პიდარასტია იმათ მიიღოს საკუთარ თავზე. სპეკული რა ვიღაცეებზე. ხო, რა ვიცი მე რა ქნა, ხო, რა ვიცი. არა, კონკრეტული საგანო. მაგრამ ეს არის ატრუხუნდნენ, ბაბლი ატრუხუნდა, ბაბლის მომაკვდავი ნაწილი, რომელიც როგორც განხილეთ ჩვენ, რომ ბაბლი უკვე ნაცები არიან. მაგრამ ბაბლის მომაკვდავი ნაწილი ატრუხუნდა იმაზე, რომ როგორ შეიძლება ამ სიტყვის ხმარება და რაღაცა და ამ სიტყვას სინამდვილეში აქვს სხვანაირი კონოტაცია უკვე, როგორც წერან გამოვიდა. და იქ ქართულმა კულტურამ ეგ იცის, მე მჯერა კი. მაგიტომაც ვერ დაახენსელეს დიდი აუ იმას რა ქვია იმ ცხოველს ულაშები რო აქვს ვალრუსი ქართულად. ეს რა ქვია, სელაპი? სელაპი არა. არა? ზღვის ლომი? არა, ზღვის ლომს ეგეთი ცხვირი აქვს. არა, ზღვის ლომი არის. ვალრუს არის ზღვის ლომი. ის ზღვის სპილო არის ის ეგეთი. ხო, კი ბატონი გია ბუყადა. ვაიც მაგის თქვა გიდოდა და რა ვქნა ახლა. ხო, არა, ზღვის ლომი კაი. ბატონი ზღვის ლომი გია ბუღაძე ვერ დააკენსელეს და მისი მხატვრობა ვერ შებღალეს. კი, მაგრამ ამის კომენტი და ხა მაგრამ გადავიდეთ ახლა დედლებზე რა. ამდენ ხანი დედლებია, კოცი დედლებია წერი ამ ეპიზოდს და ამდენ ხანი. კი ბატონო. 20 წუთი ალბათ გველოდება უკვე ხალხი ამის სიაზე და მოდი. ნუ ერთი რაც ვიცით ჩვენ ახლა, რაც ვიცით რა არ ვიცით. ხო, არა. ჩვენ რაც მოგვატყუეს. რასაც ვაკვირდები მე, რასაც ახლა მე ჩემი შეგნებული ცხოვრება ახლა მოღვაწეობ ინტერნეტ სივრცეში და ვაკვირდები, არ ვიცი ახლა შენც დააკვირდებოდი ალბათ TV იმედზე არიან ვიღაც ადამიანები, რომლებიც ეს რა ქვია, ეჭვს აღძრავენ. ეჭვს აღძრავენ და მე როგორც მაყურებელს მიჩნდება ეჭვრო ეს კაცო ის ხო არ არის რა. რაც ეჭვი გიჩნდება? მე არანაირი ეჭვი არ მიჩნდება, მაგრამ მე მაინც ხის ტყუილებს ვილაპარაკებ. არა, მეთქი ახლა შეხედავ ადამიანი რაღაცნაირ ისე არის რა, რომ ხო შეიძლება იყოს, შეიძლება არ იყოს, მე რა ვიცი, ხო რა, კი ბატონო, მე რაც უნდა ის უქნია კიდევ ერთხელ რა, სანამ თვითონ თავისთვის არის რა, მოკლედ და მე არაფერს არ მერჩის. გურამ სულთანიშვილი ყოველ შემთხვევაში ჩვენამ სულთანოვი ჩვენთან მიმართებაში იყო თავისთვის რა და ხო აღარ არის. ხო და კიდევ ერთხელ მოდი. ხო და არ მე უფრო ხო. კაი, გაგზავნა. ხო, ისა იმას ვამბობდი რომ კაცო, აი მაგალითად შენ ხვდა პოსტერი მაგალითად ამ ეხლა ახალციხის მეურობის კანდიდატზე რომ ეს რა ქვია დაქორწინდა რამდენიმე თვის წინ და აქამდე ეს რა ქვია რაღაცა გადაცემა იყო, TV იმედზე იყო ეს გადაცემა და ვიღაც ტიპზე ლაპარაკობს რომ რაღაც ყავა უფრო უყვარს თუ ჩაი და რაღაც არაბე დარწმუნებული რომ მას ყავა უყვარს თუ ჩაი. რა მნიშვნელობა აქვს რა მოკლედ რა კაი მეთქი კაი ჯანდაბას ყავას თხოვდა ხოლმე. მე ხო კაი ჯანდაბას რა ვიცი ახლა ესეთი მეგობრები არიან, მოდი ვთქვათ, კი ბატონო, მაგრამ მე შევხედე კომენტარებში და ვიღაცები წერენ რომ ეს ხალხი მოტყნული ხავს. მე რა შუაში ვარ ამ ყველაფერთან ბიჭო, ანუ შენ არაფერ შუაში არ. მინიმუმ ახი ხა კოც ვაზლებ ხავე, აი გავკეთილი გავხდები და აი ბიჭო, ანუ ბაბლებთან მაინც ვაკეთებ ყველაფერს, მე შეიძლება გილაპარაკო თქვენზე და მე ხო ანუ იგივე რა ვიცი ახლა რა აღარ ვიტყვი არა რატო აღარ ვიტყვი პრინციპში ხო რა ვიცი ახლა შენ რა მოგატყუეს ხება ხო რა ხა ბასიანთან მიმართებაში რაჭორებით დადის და რამდენი ადამიანი იძახის რომ იქ ვიღაცები გასვიანები და ვიღაცები დაუნახავთ ხო მე რა ვიცი მე ბასიაზე არა ვარ ნამყოფი და მე არავინ არ დავიდახავს ხო მაგრამ ვიცი რა ხდება ბასიაზე ხო და მაგიტო არ ვარ ნამყოფი ხო და ახლა ვინც არიან კი ბატონო უბრალოდ ხო, ცოტა სიმბისი იქ არის. ორი არჩევანი უნდა გააკეთონ რეალურად რა, ან აღიარონ და ეგ კიდევ ვის არის რა, რომ ოკეი, კაი, რესპექტი იმ პონჩი რომ კი ბატონო იძახი და კი ბატონო რა პრობლემაა რა. ბევრს გაუკეთებია ეგ და ხა არავის არ მოუკლავს ეგ ადამიანი, ჩვენ საზოგადოების წევრები არიან. მაგრამ აი ეს მეორე რაც შენ ახსენე ხო რომ ანუ ეს მალო ეს რა არაფერი მაღაზი არ ლაპარაკო და მე აქ კაი ჯანდაბას დამალე რა და პლუს კიდე ვიღაცებს მოუწოდო რომ აი იქით ის არის ეგეთი უნდა მუსაობა და ფარისევლობაა რა ცალსახად მაგრამ მე შევიტყოდი რომ ამათ მაინც შეიძლება წეგან ჩემ თავში შევეწინააღმდეგები ახლა და მაინც შეიძლება აქვთ ის რა რომ უცებ წაულ იტრაქტს ქვიტონ და მაგიტომაც აკრძალეს ეს კასპში ერთ კეციად დაგოჩება. ხო, შეიძლება. თორე თელი საკოცეთი გარბოდა კასპში და ჰოტსპოტი იყო რომ ბიჭედი დაერტყათ სავისებაზე რა. ხო, ბატონო. მოიჭრეს. ხო, არ ვიცი. როგორ არის ესეთი
ჩამოყალიბდნენ ვის ებრძვიან კაცო არ ვიცი ისე არ მოვიდეთ რომ რასაც ებრძვიან ბოლოს ისინი გახდებიან ბოლოს თუ გახდნენ უკვე არ ვიცი ფრიდრიხ ნიცშე შემთხვევა გურამ შენ გეცოდინება ეს ხო და რაც არ კლავს გაძლიერებს და რაც არ იმას გიშვება თუ კალიევესტის რა ნუ ის და ბანკის სიმღერა ვარაგა ხო კი ბატონო ვიცი რა სწავლობ კაი მოიცახას რატო ვაკიდავებთ ამ მაყურებელს კაცები ხო არა არა ნენელა ხო გავშალეთ ნელა კარტები ვინ წარმოყრანტალდა ეხა ვის დადის ბინზური ციკლაურზე დადის რომელიც ახლა მერობის კანდიდატია ეხა პირიქით განვიხილოთ და ამბობთ აი ეს არ დაიჯეროთ ხალხო ეხა ეს არის ტყუილები რასაც ნაცები ამომკიდეთ ხო ეხა ამ გასვიანზე არის ეს ჭორები რომელიც მისამყვანი იყო რა ქვია იმას სიმართლის დრო და სამწუხაროდ მაგას არც ერთხელ არ გაუკეთეს ის რომ შეემოწმებინათ სიმართლეზე და ჩვენ საზოგადოებაც გავიგებდით არის თუ არ არის საბოლოოდ თუ ჩვენ ფაქტები გვაინტერესებს გაიგე ხა ჭორებს კი ვლაპარაკობთ და იმიტომ ვლაპარაკობთ რომ ეს მე თქვა რომ არის მართალი არა გავარკვიოთ ხო ხა საზოგადოებაში ცაიტ გაისტში ვსტყორთ ხო საზოგადოებაში არსებობს საუბარი ამასთან დაკავშირებით და რა ვიცი ჩვენ როგორც აგორას წარმომადგენლები ხო ანუ გვაინტერესებს უბრალოდ ბოლო ჭეშმარიტ ფილოსოფიური ჭეშმარიტება გურამ იბადება ხო დიალოგში და კამანში და იმაში ხო დიალექტიკურ საუბარში აჰა გურამ შენი იყოს ეს ჩემგან საჩუქრად ეს ონტოლოგიური ჭორი რასაც დიახ მოკლედ ესე იგი ალეჯედლი გასვიანი ხო ცოტა შერის კოტემ უტაზე ალეჯედლი როს თქვა ერთხელ ხო უტა არის ესა რა ქვია როგორ გაბედა ეს დაისაჯა კიდევაც საგრძნობლად და დამსახურებულად ამისთვის უტა არის ისაო გასვიანს უთხრა ეგ მართლა ის მე მგონი მაგიტოებას გავუჯედა ცოტა წაკლაური გურამი და ბაჩანა allegedly ანუ ეხლა ეს არის ტყუილების მსხვერპლები პროპაგანდის მსხვერპლები მივიტყოდი პროპაგანდის ნაცური პროპაგანდის მსხვერპლები ეს კულტურაზე დავრჩეთ თუ გადავიდეთ მამალ დედლებზე გადავიდეთ არა არ კულტურა არ კულტურაში და რომ მოჩები დავაწყვილოთ ესე იგი კულტურა ჯაჯანიძე რავი მე იმედის რა ნუ რა ვიცი ახლა ბიჭო ანუ აქ ხო კაცო მე ხო არ ვიძახი რომ არის და არ არის მე ვიძახი ვისაც ლაპარაკობს ხალხი და იმ ხალხს გასცეს პასუხი ვიც ლაპარაკობს მაგაზე მე მაგაზე არ ვლაპარაკობ ხო მე უბრალოდ აი აგერ ვაჩვენებ რომ ეგენი იწერება და მე არაფერ შუაში არა ვარ და იმ ხალხს გასცეს აი საზოგადოებას გაიცეთ პასუხი მე რა შუაში ვარ deep state-ის აგენციას ეს კაი ჯაჯანიძე ზალიკო ბურგერი ნუ ახლა ზალიკო კარგია ყველაფერს არის ზალიკო ხო რა ზალიკოზე დაჟია არ არის პრობლემა გია სურაბელაშვილი ეგ ო და რა ვიხა მე რა ვიცი გია სურაბელაშვილი სად არის და ვისთან არის არ ვიცი ახლა როგორ არის ნუ ახლა კარგი ახლა მივალთ მაგამდე ეს არა ქვია ვასიკო მაღლაფერიძე ხო კი ბატონო რომლის სახლშიც გარდაიცვალა სხვა ნაქირავებს სახლშიც გარდაიცვალა ზურაბ ვისი ჭორი იყო ესა გარდაიცვალა კი არა მოკლეს და მოკლეს ნაცემდა ხო ვიღაცა ვინ თქვა ესა ვინ თქვა ხო ვიღაცა კონკრეტული მუსიკოსმა ჭორიკანებმა ზუსტი ჭორი ხო ვიღაცა იმას ნაცმა მუსიკოსმა ჭორიკანებმა თქვეს ეს მაღლაფერიძე ეს არა ქვია გოგა ბატონი რუხაძე თვითონ არა რუხაძე არა რუხაძის შვილი ოფენლი არის და რესპექტ რუხაძის შვილო რომ ოფენლი ეს ყველაფერი ახლა რუხაძის შვილი ამერიკაშია და იმიტომ არის და ალბათ ქოციც არ არის და მაგიტომ არის ოფენლი წარმოვიდგინე რუხაძეს რომ ქოცებს ეუბნებოდეს რომ ჩემი შვილი კალიფორნიაშია გამოკლებული შვილი სწავლობს ნახევრებს საკეთებს დამპალი ესა აი ისე რუხაძე მაგას რატო არ ამბობს ანუ გამოდის და ნუ თავისუფლების ინტერვიუში თქვა რომ ჯერ ეს არ ვიცი ლაპარაკებოდა ეს ფარჩარი პასუხია მაგრამ გამოსულიყო თქვა რომ აი მე გამიპიდა რა სტენიშვილები და ახლა ჩემ მე რომ ამერიკელებმა ქნეს ესა ხო ალბათ აღარად პირადი სიმპათია შვილისადმი მაინც ზოგს არ ხო ბიჭო ხა რუხაძე არ არის დედალი მაგრამ ხა მაგას ყველაზე კიდია სინამდვილეში ხო ახლა რუხაძე ის არის რა ანუ მართლა განათლება ხო ხო ეგ არის ხო კი ბატონო ამოქაჩე
და კიდევ სხვა რაღაცებიც. რუხაძე განათლებული მაიცარი ბიჭო. At least. ხო, და იცის რა. მაგრამ მე მოკლედ ეს თქვენ აი გურამ სულთანიშვილი განათლებულიც არ არის, მოდი ვთქვათ. ახლა. ხო. აი სანდრუხაძე და გურამ სულთანოვია ეს ბარ. ხო, იმეც მე გურამს ჩააბარებდნენ მაგას კი არა. ხო და ისა კიდე ვიღაც უნდა გოგა, ბატონი გოგა ხანიდრავა. რომელსაც ძალიან მაგარი ფილმი გადაიღო და ხო იმ ფილმში ბევრი რაღაცები ხდება, რომელიც შემეც მაგაცის ფანტაზიებია, რომელიც უნდა რომ განხორციელდეს და რა ვიცი, ანუ შენ გაქვს ძმაო ძალაუფლება. შეიძლება გამოძახილი იყოს ესე იტყვა და სპეკულიანტი ნაცი, მაგრამ მე არ ვიტყოდი მაგას. სპეკულიანტი ნაცი, არა, მე ვიტყოდი მაგას, რომ მე მგონი, არა, სპეკულიანტი ნაცი იტყოდა უფრო სწორად ეს მე წამოწდაგას. ეგ შეიძლება ეგეთი არ იყოს, უბრალოდ სუტინიო რა აქვს ამ ყველაფერს. მე რა ვიცი, ხო. ისევე როგორც ზალიკო ბურგერი, როგორც ამბობენ. ხო. ჩვენ არა, ვიწყები. უფრო სუტინიორის როლი მგონია მაგას ქონდეს. აწი ახლა ალბათ არ უდგება კიდევაც. არა, ზალიკო. აი, ამაზე მიჩვენოთ და დამიტკიცოს თუნდა. არა, ზალიკოს მე მგონი რომ ყლეზე კიდია ეს ყველაფერი და ზალიკოს არა იმას. იმას ხო. წერებიანი ყლები გახუინდრა, როგორც ცოტანე განზახურდია მოწოდა მე ნაშუაში ვარ. თუ რომელი, მე მგონი გიორგი მოწოდა, ბოდი. კი ბატონო. გადავიდეთ მამალ დედლებზე ხა. ხო, რომლებზეც რა ვიცი, მე უკვე ერთ-ერთ ადამიანზე მაგალითად ჭორები დადის კი არა, ამსხრევს ყველაფერს, აბსოლუტურად ყველაფერი. იმაზე რა ქვია, თბილისის მეოთხე მერზე, თუ რა ვიცი, მე რამდენიც არ ვიკვეთ ბლა ამერია. ერთადერთ და ბოლო მერზე. ხო. რომელზეც რა ვიცი, ანუ აი ხო რა ხე, რა ვიცი. სირცხვილია ბიჭო, მთელი საქართველოს ლაპარაკობს. სირცხვილია პროსტა რა, ანუ არ შეიძლება ეგა. ხო, მაგაზე უკვე მთელი საქართველოს უკვე რა, ვიხანი მთელი საქართველოს ლაპარაკობს. მაგას ლაპარაკი, მთელი საქართველოს ლაპარაკი რადგან შეხედე მართლა უბრალოდ რა. კაცი რო ტუჩებს დაიბერავს ბიჭო. აი იმაში რო არის, ყარაბაღას ენება, ყარნაბაღში რო არის. ესა კაცი რო რეიტუს ჩაიცვამს პიდარასტია, აბა რა არისო და მე რო ნაცი საზღარი ვიყო, ახლა ვიტყოდი რომ კაცი რო ტუჩებს დაიბერავს პიდარასტია, აბა რა არის. მასხულია. ირაკლი დგებუაძის დიდი გულშემატკი ვარი მასხულია. ირაკლი დგებუაძეს ძალიან უყვარს მასხულია და მასხულიასაც ძალიან უყვარს ირაკლი დგებუაძე. ალბათ. ახლოდან allegedly. არა, სიყვარული ახლა რა, სიყვარული მეგობრული პლატონური ახლა ჩვენ ნახე, აი გურა ეს ბერძნებს 7 სიტყვა ქონდათ სიყვარულისთვის რა და ჩვენ ეს შევიზღუდეთ თავი და ერთი და თორე ხომ მე ვიტყოდი მაგაც სიყვარული აღაპეაო აღაპე არის და მე არის კათარზის მაგრამ ისა რა კაი მორჩეთ კულტურის სფეროს ბევრია პირველ არხს შევხედოთ და იქიდან ამოვიღოთ ვიღაცები დაწუნებული ვარ და უსრულებელი იქნება ვასიკო მაგლაფერი და იმედს ეს ტყუილები ბევრი იქნება ბევრზე მოკლედ სხვათა შორის პოზიტივში არა, ნუ იმორის გარდა. და ვიცით რატომაც არ არის შალვა. მაგისტრის ხო ძალზეა ხარვია ისტირის რო დასრულდა. საახა. მე მოიფიქრე შალვას ძალმა. ჩაუდეს ბიჭო, მე მგონი ეს ორი ტიპი რა, კაროჩი და ყველგავე თავში წევრის რომ აუ ესენი ვიდარია. ეხლა შალვას ჩაუდეს შეიძლება. მაგორობა კაი კაკრას. ესე იტყვიან. მე არ ვიცი, მე რა ვიცი. მაგრამ რა სამქრა ეს კაცო შალვას მოფიქრე მაგარი სახელი. ისა კანონიერი სექსპირუტყვი. ანუ კანონიერი ქურდი ხო რა შემთხვევაში ხარ რომ ნამჯდარი ხარ რა და ანუ და კანონმა დაადასტურა რომ შენ ხარ ქურდი. მე ესე ვიცი. ხო. ხოლო ამაზე არა ეგრე არ არის მარტო მაგრამ ხო კაი. ნუ ერთ-ერთი შემადგენელი ეს ვარ. ამაზე მოდი ახლა ამას მე ვიგონებ და გეუბნები რომ კანონიერი სექსპირუტყვისთვის უნდა იყოს ეს კანონის მიერ დადასტურებული და sex pervert in law. მე მეორე სხვა რაღაც უნდა მეთქვა, იმიტომ რომ მე მაგის გვარს გადავაკეთებდი, რომ შალვა რა ვიშვილო რამდენი წლის ხარ? პატარა გოგო ხარ. ხო. კი ბატონო. კი, დიახ. გავგზავნოთ ახლა რამდენი ხანია გვინდა კაც მამალ იმაზე გადა. ერთი ვთქვით აგერ რომელზეც ჭორები დადის. არა მე პარტიულ სკოლის ხო. ხო, კრახი. ხო, კრახი რა საზღარ ჭორები დადის კრახიზე. კრახიზე ხო, კი ბატონო. შემდეგი მამუკა მდინარაძე, რომელსაც აბრალებენ რომ გრძელთვიან კაცებთან აქვს ძალიან ახლო ურთიერთობა. არ ვიცი. და როგორც ამბობენ ლილუაშვილს აქვს ამის ამსახველი კადრები. ვაიმე. ანუ ესე იგი ვის ხელში შეიძლება მოხდეს ესე ხა. ხო, ნუ მოკლედ. კარგი.
ამუკა. გამოვკაჩო. არა, ეგ არ უნდა ამუკაჩო. რა უნდა ამოკაჩო კაცო? კადრები? კადრები ჩვენ არ აქვს. ხო, ესე ამბობენ რომ ლილუაშვილს აქვსო, ესე ამბობენ, მე არ ესე ამბობენ სხვები. კიდე ვაუ, გავჭედე. რა ეხა დავიწყეთ და გამიხსნება, კაი, რა ვიცი, ია. ვოლსკი, რომელიც მე საერთოდ ჭუტავს ხოლმე თვალებს. რაც მიუთითებს ალბათ მის მდგომარეობაზე ფროიდული ეს არის რა, ეს ფინკტერის მოჭერა. კი ბატონო, კარგი. დამ კიდე ვინ არის ეს? ბიჭო, ზარქუა. რომელზეც რა ვიცი მეჭორები დადის და თვითონ ზარქუას დადის აბუდაბიში. ხო. და ვისი ხარჭა. როგორც დააბრალეს ამ პატიოსან სხეულ მოტიტლებულ ანუ გაპარსულ და იმაზე მჯდომ ფლამინგოზე ფლამინგოზე წამოსყუპებულ ვაჟი კაცს. კი ბატონო. როგორ გულით იცავდა ბიჭო ზარქუას? თეფშით იცავდა ადამიანს და ზარქუა მე მგონი ის დარჩა იქ ხო დაიტოვეს შეუტოვეს ეს იყო ეს ტყვეთას ხიდველობა რა ზალოქში დარჩა ეს კაცი ეს დაუტოვეს ეს თავდებად და პირადობას რა უტოვებ ხო ეს ხახს რო ქირავ ხებად თავდებად დაუტოვეს ეს ბიზნა ხო თქვა იბაზე ღარიბაზე რაც გია დაუძახე და ამ ეს რაც გია უკენით ღარიბას მაგას ვერ დააბრალებ რას? არა, თვალსახად ვერ დააბრალებ. ნაცებიც კი ვერ აბრალებენ მაგას. ღარიბა არის კაცის კაცი. კი ბატონო. და ეხლა შეუძლია ძალიან გადამწყვეტი როლის თამაში. კი ბატონო. თუ გამოვა სახლი და რომელიც ელეჯედილი კაკეტელი ყავთ. ვიცი. რა ვიცი. ეგ ბევრი საქმე იქნება უკვე. რიშვაძე? რიშვაძეც არ ვიცი, არაფერი გამიგია მაგასაც დაკავშირებით. გამიგია რა, არავის არ დაუწერია. თავის მოკლა არ შეუძლია. ხო. ფილმებიც კი არა აქვს მანახი რომ იმის მიხედვით გააკეთოს ასე არა გულშიც არა და აქ ხო ორი თვე დაიხალა ფილმებში ორი თვეა და only God can judge me და წავიდა მე მაგას ფილმების კი მქონდა და X-ray ქონდა აქ მოიცა ანუ ფული აღარ ქონდა იმის ოპერაციისთვის რა და პარემ თვითჭაი და ბახ გამოაგდა ერთი ბახ მეორე მოასწრო და მე ხა თურქეთში კურნალობს შემოგვიდა ჰაერის უკმარისობა ჭირდა და ტყვით იმას აკეთა რა დაიმაგრა არაფერი კი ტყვია ჩაიკედა იქ რომ აღარ გაეპარებინა ჰაერი ანკიე ძალიან ეჩუტებოდა ფილტვების უთქვისას და ეს ტყვია შეამატა რომ ცოტა მძიმე და დარტყმის სხვა ბზალავს და გაბერა რა ექიმ ჰაუსში გადავწეთ ეს არის პლეონომარული ანორიზმა ტყვია ეს კაროში ერთი ის არის ჰაუსი რო იყო რესტორან პაციენტი ხო ლახმოზი ჭირდა საერთოდ არ კაკნას ლახმოზი ფილტვებს ურტყავს პირველი ლახ ვაჰ შეიძლება просто აჩვენა ივანისტობი და კარგი შემდეგი ვიზე გავჩერდით ზარქუაზე გავჩერდით რა გაჩერდნენ ისინი ჯერჯერობით ხო ჭორები გაჩერდა ზარქუაზე კი ისა იმედი რო ჩააბარეს ახლა ბაკურაძე იმედი არა რუსთავიორი ბოდიში ხო ბაკურაძე და მისი ხარჭა ვიღაცა ბაკურაძე რომელიც ჩემი ფანია რა რატო მაგა თქვა იმაზე ჩემი უდიდესი ფრაზა რო დავდროპე 7 ნოემბერზე ხო ვიცი ეგ იყო იმასთან რაღაცა რადიოში პოდკასტში რაღაცაში და მე მეგონა რომ ამ ხალხს ის ნაცები არ ახსოვდა ამ ახალგაზრდობას და ეხა გავიგე თურმე ახსოვს და თან ინატრება დიახ ინატრება კი არა გასვე იგმაც რომ შეცდომები დაუშვეს შეგონია ეს ცდომები გამეორდება ხო არა და შეგონია შეცდომებში ჩვენ იმას გულისხმობთ რასაც შენ არა ბაკურაძე შენ გონია დიდი ხანი იქნები რუსთავიორის გენერალური დირექტორი ან იცი რამდენი ადამიანს აქვს რუსთავიორზე პრეტენზია მე არ გამოჩნდება ხო და აქედან რამდენიმე მოიგებს და
ასევე, ისა რა ქვია, ბაკურ. კარგი ხარ. ისეთი ეროსი კიცმარიშვილის არხი აქვს ბიჭოს რიცხველი. ეროსი კი გაუტიათ რაღაც მომენტში, მაგრამ უჯი ეროსი იყო, ვინა ეროზია გაუკეთა შევარდნაძის თავრობა. ხო, ჩვენ ამ დროს ლაპარაკობთ და სხვათა შორის ერთ-ერთმა ფანმა მითხრა, რომ ეს ჩავატარეო, რა ქვია, გამოკითხვა ჩვენს მხარდამჭერებში და მათ თქვეს, რომ სტუმრები უნდათ გადაცემაში და აი ჩვენ მოდი გური ვიძახით ამ ხალხს, ხალხო, ანუ აი რა ვიცი, მეტი რა ვთქვა, პირდაპირ ვიძახი, რომ გურამ მობრძანდი. კიდევ ხო, გურამ შენც ალბათ. აუ გოტა შევიდი რა. ხო, მობრძანდი აგერ, რა ვიცი, კიდე ვენერო მოდი. რა ვიცი, კიდე რა ვიცი, ვინ თქვა, ნებისმიერო ადამიანი. ერგო მოდი. ხო, ნებისმიერო რომელიც არ გვეთანხმებით, მოდით. ერგო აქ რო მოვიყავთ რა. აქ ანუ იმას ვკერგულს ხო ამ კონკრეტულ ადგილზე მოდით, ღმერთმა არ ხდა ამ კონკრეტულ ადგილზე თქვენ მოხვიდეთ, მაგრამ ანუ ხო ჩვენ მოვალთ თუ გინდა არ არის პრობლემა, ანუ დაგვიძახეთ სადაც გინდა და ჩვენ ღია ვართ საუბრობთ, იმიტომ რომ ჩვენ მხოლოდ საუბრობთ და ვართ ჩვენ კონსტრუქციულები. ჩვენ არ გვიყვარს ესეთ სხვა რაღაცები, რაც ვიღაცა იმათ უყვართ. ხო. რა ვიცი ხა ლაივში მოდით, ამ მეტი რა ვთქვა, არ დავამონტაჟებთ, პირდაპირ ლაივ გადაცემაში დავსხდებით თქვენ სტუდიებში, მეტი რა ვთქვათ. და თუ ვინმეს ეჭვეპარება იმაში, რომ მე მზად ვარ სტუმრების, მზად არ, ხო, ეჭვი თუ ეპარება მაგაში, რომ მე მზად ვარ სტუმრების მისაღებად, შეუძლია ჩვენ არხში ლაივების სექციაში გადავიდეთ და იხილოს უდიდესი დებატი გირჩი ორელებთან. იაგო მოდი. მოდი ახლა დავაწყვილოთ ეს დილები. აუ კი ბატონო, როგორც ვიცით, რო წყვილი. მოდი ის გავაკეთოთ რა. აბა. სოზარ სუბარი. ოჰო, სოზარ სუბარი, უდიდესი დედალი. ეგეც გოდი იმან ბავშვი არის რაღაც, ხო? მაღლაფერიძის ბავშვი არის. ესენი დაწყვილდნენ. ხო. დააწყვილა ჭორებმა ესენი. ხო. გოგა ისა ვასიკო და ისა. ხო. აწნახსენები სოზარი დააწყვილა საზოგადოებამ. კი, ჩვენ არა. გიავოლსკი და კიდე რა წაიკითხე იმ წიგნში მაგიდის ქვეშ რომ ალა. კიდე მე ესე მომიყვავე რაცა სასტიკმა რომ სა რა ქვია გიავოლსკი და ვინ მოგვიყვა? გიავოლსკი და ვინ იყო კიდე? გია სურამელაშვილი, ობრი გია. ორგია. ხა 4 გიას მაგას ვერ დააბრალებ, მაგრამ ორგიაზე ვიღაცები ლაპარაკობენ ამას. გიაში. ხო, და ყველა ვარიანტი ისტორია. რა ვიშველობა. როგორც კიდე აიტრიალეთ. კარგი, ეს 4 გავაგდეთ. ბაჩო და გური ახლა ცალსახად ახლა ამის ამსახველი მასალაც არის. ამ ჭორის ამსახველი მასალაც არსებობს და თან ახლა არ მაგი ხომში რა ხდება? მაგ ჭორის ამსახველი მასალა კი არ არსებობს, კომენტარები არსებობს, ერთმანეთს როგორ იმაშებია, რა ქვია, ღმერთო ჩემო, მართლა რეებს უწერი, გული ამერია, მაგას რო ვაშობდი, რა ქვია, კითხულობდი, რომ რაღაც მესიზმრები და რაღაც ყლეობები. ვიპოვით მაგას და ვაჩვენებთ. ხო, ვიპოვით კი რა თქმა უნდა. კიდე დაგვიჯერეთ. ეს კომენტარი მართლა არსებობს. კომენტარები ცალსახად არსებობს, კი. ყოველ 17 მაისობაზე ტივტივდება ხოლმე ეს კომენტარები. ამაზე დასკვნები თქვენ გამოიტანეთ, მაგრამ ხო, კომენტარები. ჩვენ დასკვნებს საერთოდ არ ვაკეთებთ არაფერზე. ჩვენ სხვის დასკვნებს. ეხა ამ ვიდეოში რაც ითქვა, არაფერი არ არის სიმართლე. ცალსახად. ზოგიერთი რაღაცის გარდა რომელიც ეს ყველა არის ჭორი. ჭორია ხო და ზოგიერთი ხა გამარჯობა დღეს 15 აგვისტოა თქო რა თქვი ეს სიმართლეა კი. კი, ცალსახად 15 აგვისტოა. არ მილოცავ მე რე. გილოცავ ხო? არ მოგილოცებ ხო? გური გადაცემაში არ მოგილოცავ. ბოდიში მაბატი. გილოცავ მათი დაბადების დღეს. და კიდო ვინ? და ვაწყვილებთ ახლა. კახის ვისთან დააწყვილებდი შენ. კახი დააწყვილებდი. საზოგადოება ვისთანაც დააწყვილა, საზოგადოება არა. ხო, საზოგადოება ვისთანაც დააწყვილა, ვახსოვს. იმასთან რატისთან. ამწუხაროთ. გაგეკთავრები და მაგ გვარი ვაიძი. კი. რა გვარია ეგა? დურგლიშვილი. კარპენტერი არის გვარად. რა შევეგუო? რო რატი ქვია. მე რო რატი მქვია? აუქნა. და იმასაც რო რატი ქვია. რატი დურგლიშვილთან დააწყვილა ბინძურმა საზოგადოებამ ბატონი კახი და ეს. კი ბატონო. ანუსი არეშიძე? არეშიძე რა ვიცი მე რა შორ შემოყოლეთ. ანუ ამას რა რეაქცია იქნება? ეს სიმართლე იყოს. რა გაუტყდებოდა ძალიან ალბათ. და მე მგონი რომ უტყდება ძალიან. რასაც ეს ინსტაგრამზე მოგწერს შეყლეო. როგორც ვიღაცას გაუგვეთა ესეც ფაქტია. ბატონო. კაი, ესეც დავაწყვილეთ. ხო.
ნახე ამ დაწყვილების პროცესში ვიპოვეთ ესენი რა ქვია პატერნები? არა, მეტი ხალ დამატებითი, რომლებიც იმაში ხო, იმაში არ გამოვიხუყა და არ ჩანენ კი. იმიტომ რომ გეტყვი რატო არ ჩანენ, ეხლა რატი დურგლიშვილი რატო უნდა გამოჩნდეს მაკოლაფაში, მაგას არაფრის მოწოდება არასდროს არ გაუკეთებია და იყო თავისთვის ეს კაც. რატი დურგლიშვილი მაგაში მსხვერპლია. ხო, პასიური როლი აქვს შეიძლება ითქვას. არანაირი ფან ინტენდენტ დაგეყოლილა. კაი. მამუკელ დინარაძეს და ალეკო ელისაშვილს ერთნაირი გემოვნება აქვთ. როგორც ამბობენ. გავაგდეთ. ოღონდ ერთად არ გავაგდეთ ეს ორი უბრალოდ ხო ანუ ერთად ანუ ის არ შემოგვიყვანია ამაში ანუ განტოლებაში არ ყოფილა ხო აი ეს ამოვარდა ვინ დაგვრჩა ნუ დარქუა დაწყვილებულია უკვე კი საზოგადოების მიერ ვინ დაგვრჩა ის დაგვრჩა იმედის ხალხი რო ვახსენეთ ეგენი რომელიც ალბათ წყვილდებიან ყოველ დღე სხვადასხვა ადამიანთან ყოველ დღიური დაწყვილება ახასიათებთ მაგათ ეხა ახალციხის ახალი ფაშა სად დასახლდება დაწყვილდება არ ვიცი მოდი ეხა სერიოზულად გადავიდეთ დაწყვილებას თავი გავანებოთ მაგრამ ანუ საბოლოო ჯამში ეს ხალხი ეს საზიზღარი ხალხი არიან ყველაზე ანტიქრისტიანული ძალა, ყველაზე გარყვნილი ძალა, რაც საქართველოს უნახავს. როსტომ ფაშა რო გყავდა, იმაზე გარყვნილები არიან. ესენი არიან ყველაზე დეგრადირებული ძალა. ხელისუფლებას გულისხმობთ, რომ ძალა ესენი არ არიან ჯერჯერობით ხელისუფლებაში არიან უბრალოდ 4 ოქტომბრამდე. ალბათ. ესენი არიან ყველაზე მოღალატე ძალა. საქართველოს ასეთი მოღალატე მთავრობა არ უნახავს. ესეთი სტერილური და ესეთი ყველაფრისგან დაცლილიც არავინ არ ყოფილა. აი მართლა მარტო იმაზე გადასული რომ როგორ ვასიამოვნოთ ერთმანეთს ადო. აი მეტი არაფერი არ არის ბიჭო, აი როგორ ვასიამოვნოთ ერთმანეთს და რუსეთს. და ეს არის ცალსახა პირდაპირ კავშირი არის რუსეთთან, იმიტომ რომ მოსკოვში და სანქტ-პეტერბურგში რაც ხდება, ამაზე დიდი პიდარაზმი არასად არ არსებობს. ახლა ავდგეთ პუტინი და მიჩილო, შენი დედა მოხარ მე. და იმათი კიდე პიდარასტების რუსეთში ვინც არიან. დაგვეხი ეს ჩვენ არ გვინდა. ვინდა ხალი არ არის აქ. იმას რო დაეხიონ. შეეხიონ. მაგრამ რუსეთი მაგიტო არის დედამოწყული ქვეყანა, დედაქალაქი არის. არ არსებობს უფრო გარყვნილი ადგილი ევროპაში. შიდსი, რა ვიცი მე, კიდე რა მოყვა გონორეა. სოფლიოში ყველაზე მაღალი სტატისტიკა აქვს ყველა სექსუალურად გადამტანილ. ხა ნუ აფრიკა როცა არსებობს, არ მგონია მაგრამ. მან გიგადება ეს ყველაფერი. არა და თან აფრიკაში ხა ნუ ბევრი სხვა ფაქტორია და აქ პირდაპირ ამათი სურვილია რომ იხდებოდეს ანუ აი აფრიკელებს ეგ არ უნდათ. თვითონ ეს მე ბომონძღზე ხო არ ვლაპარაკობ, თვითონ რუსები არიან პიდარასტები. ხო, არა, შეხედე რუსებს რა. ხო, რა მე აქ ვინც არის ჩამოსულები, ისინი არიან პიდარასტები და ის აქეთ ამხარებს ხო. იქ ომს გამოიქცნე, ომს კი არ გამოიქცნე, გამახსენ ცოცხლ ტრაქში, რომელსაც გაუკეთებდნენ, როცა იყვნენ ჯარში. არის პეტუხი. პეტუხიზმის კულტურა რუსეთის მოგონილია. ტრაქში ცოცხლის გაკეთება რუსეთის მოგონილია. იმიტომ რომ მე მამალს გავს. და ხო არა რუსეთი მართლა არ ვიცი მე პირდაპირ წყაროსთან ახლად ეს შიცის ეპიდემიაც ასე თუ ისე გავცელდა ეგრე იგანი იყო არა ეხლა სულ ჯარში ეს გამო და მეორე იმის გამო რომ ნუ მოგეხსენება აი ხა სახად მაგის გამო გავრცელდა რუსულ ჯარში იმიტომ რომ ბლად რა ვიცი მე შედი ტელეგრამებზე და ერთი არის როგორ დედა ეტყდებათ რუსებს მეორე არის როგორ ტყნავენ ერთმანეთს მეტი არაფერი არ არის ან მეპირეები როგორ არიან ხო რა არის კადრები ალბათ აქ ვერ გაუშვებ როგორ ვიბრირებს ერთი ორი რუსი როდესაც ის ხო ამიტომ არიან დედამოტყნული ერი ეგენი ხო და დედამოტყნული ერი არიან და ანუ სინამდვილეში აქ ეს რასაც ესენი აკეთებენ allegedly და როგორც ამბობენ რომ ესენი აკეთებენ ძალიან ლოგიკურია კაცო ყველაფერში რუსეთს მსგავსებიან ესენი და ახლა ეს არა ვქია ტრაქცქვიტებიც რომ იყვნენ რატო არის გასაკვირი ეგ ცოლებსაც ცემენ ბავშვებსაც ცემენ აი ის ვინ იყო ბიჭო აბორტსაც ყველაზე მეც ესენი იკეთებენ ბავშვებსაც ხოცავენ ბარბარე რაფალიანს გავიხსენებ ხეებსაც ადიდებენ ხეებსაც უწყობენ εμას რა ქვია დაკრძალვას იმიტომ რომ ნაცებმა შეუჩინეს ეს ისა მოკლეს ხე და უნდა დაკრძალო ეხლა რომ ხის სული გადაარჩინო კიდე რა ჩხიბავებიც ამატყავს არა მარტო ბიზნესს დარწმუნებული ვარ როგორც ამბობენ არა მარტო ისინი არიან რა ქვია არა მარტო მაგას აკეთებენ რა ვიცი მე სხვას კლავენ ამაზე ან წარმართული რა კიდე ვერ გავიგე დაკულა იესო ქრისტე შეწირვა აუკლათ შეწირვა შესაწირი
ყველაზე ფარისეველი ხალხი არიან. ხო და მე იმას ვამბობდი რომ ეგ ხალხი ხო ცალსახად პრობლემა არის საზოგადოების, მაგრამ უფრო დიდი პრობლემა იცი რა არის? აი ის რა ქვია, მომრჩეველი რომელიც აი მაგ ყველაფერს ყლაპავს და არა მარტო მაგ ყველაფერს ყლაპავს მე ვიტყოდი. და ამ ყველაფერზე ის აქვს რომ ეს რა ქვია, მე რა ხო ანუ თითქოს ანუ თავის იმაში რომ არ ატარებს რომ არა ესენი ისეთები არ არიან და აბა ფაქტი მაჩვენე ძმაო გეგონება 1000 ყლეობა რო აქვს ნაცქვავი და იმაზე რა ქვია ნაცებზე და ვიღაც ტიპებზე ეგ იმით რა ქვია ფაქტი და ყველაფერი და მაგიტო ლაპარაკობდა ხო კიდე ერთი ფარისევლობა რომ რა ჭორიც უნდა იჯერებს და რა ჭორიც არ უნდა არ იჯერებს მაგას ერთი სიჩასტიკე ემატება კიდე კაცო აქეთ ვინ არის ეგეთი პარამიას თავი გავანებოთ არ ვიცი თუ ვინმე არის არ მახსენდება ახლა თუ ვინმე არის ღიათ ეგეთია ხო რაც სასახაც სხვა რაღაცა არის ვიდრე ნუ კი იმასაც დავადება სჭირს სჭირდეს კაცო რა პრობლემაა არა უშავს მას ისიც ადამიანია პიდარასტი არ არის საბოლოო ჯამში და ღიად ან ფორსად ფარულად ეგეთი არავინ არ არის აქ ხო აქეთ ვინც არიან ეგეთები ღიად არიან და ღიად თუ ვინმე ეს არის ჰომოსექსუალიზმი და გეობა ის არის რაც ვინ არის აქეთ ჰომოსექსუალი ბოდიში არავინ არ არის მალ ხარ თქონდა არიან მაგრამ ვინ არ ვიცი ანუ ვინც არის ხო და ერთი რომ ანუ ვინც არის ანუ რა ღიად ამბობს რომ ეგ არის და ოკეი და მეორე შემავლად არ ვიცი მინიმუმ ისე შემავლად აკეთებს რომ საზოგადოება მაგაზე არ ლაპარაკობს ისე შემავლად აკეთებს რომ და მე სხვებს არ მოუწოდებს ამის საწინააღმდეგო რომც იყოს შემავლად მაინც არ გამოდის ეგეთი იმიტომ რომ მაინც არ გამოდის პიდარასტი იმიტომ რომ არ უგნება თავარი პრობლემა აქ მაგაშია რომ ეს ბიჭო იმას გიშვება რა ანუ twins გიტყნავს რომ ეგეთი არ იყო როცა ხო ანუ ჭორები დადის რომ თვითონ არის ეგეთი ანუ ეხ მე ვიტყოდი რომ ეგეთი არ უნდა იყო მაგრამ ესენი მაგას კი არ გქონია ეგეთი არ იყო ეგეთი უნდა რომ ჩვენზე ამბობს რომ ეგეთი გვინდა რომ გავხადოთ ვიღაცა ხო ეგ ცალკე ამბავია მაგრამ საზოგადოებას ხო მაგისკენ მოუწოდებენ ისედაც რომ ეგეთები არ იყოთ ელაპარაკებენ რომ აქეთ ვინც არის ყველა ეგეთია ხო მეტი რა არის ახლა არა რა თქმა უნდა ახლა მოკლედ რა იმის თქვა მინდა საბოლოო ჯამში რომ ესეთი ფარისეულური სახელმწიფო საქართველოს არასდროს არ ყოფილა და რაღაც მომენტში როგორც არაერთხელ მithქვამს ფარისეულობა არის ყველაზე დიდი ცოდვა რაც ადამიანმა შეიძლება ჩაიდინოს იმიტომ რომ ფარისევლებმა აცვეს იესო ქრისტე ჯვარს ფარისევლებმა და შესაბამისად ყველაზე დიდი დანაშაულიც არის ეს ცოდვა დანაშაული რაღაც მომენტში თუ ღმერთის გწამს შენ მაყურებელო მაშინ ეს ჩვენ უნდა მოგვეკითხოს ხო მე მგონი გვეკითხება რა ვიცი ანუ ეს არის ტესტი ახლა 4 ოქტომბერი არის ტესტი 4 ოქტომბრის მერე ისე მოგვეკითხება თუ კარგად არ წავიდეს აი ისე მოგვეკითხება რომ როგორც ის იტყოდა რა ქვია აი გამოცხადება მოგვენილი იქნება გამოცხადება მე ნახო მაგათ საშინელებები დატრიალდება საქართველოში აუთ ეს არის ხავს იმას რომ ბაღაყების წვიმა წამოვა არა ეგ იმაშია გამოსვლაში არის მე ქვია საცაში საყვირების ხმა არ იქნება მაგრამ შეიძლება იყოს კიდევ ისეთ სოდოებში ტოპავენ ესენი რომ შეიძლება მართლა ჩამოვიდეს ის კაცი ეთქვეში ხო რა ჩემი წილხვედრია ჩემ დედაჩემის წილხვედრია ესა არა მოკლედ ავადმყოფობას აქვს აქ ადგილი ცალსახა ავადმყოფობას და თუ ქრისტიანი ადამიანი ხარ ქოცი ვერ იქნები და თუ ქოცი ხარ ქრისტიანი ვერ იქნები შესაძლოა ეს არის აქსიომა დიახ ცალსახა სიმართლე რომელსაც დამტკიცება არ ჭირდება დამტკიცებისთვის უბრალოდ უნდა გააკეთო ეს შეხვიდე Facebook-ზე და ეს ეკანა წოდა ხარ ანუ ყურამ გადაცემას სადაც ჩვენ ჭორებს ვამბობთ და არაფერი რაც გვითხოვს სიმართლე არ არის აქ კიდევ ერთხელ გავუსვამ ხალხს არის მხოლოდ ჭორების გამცემება და ჭორების დასრულებისთვის არის ეს გადაცემა მოკლედ რავი ჩვენი სათქმელი ვთქვით